გამარჯობა, მივესალმებით ჩემ გამომწერებს. მინდა რომ დღეს ვისაუბრო გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა ერთი აუზაური ატეხეს ნაცებმა და კოცებიც, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე არიან და მთავარია აი ეს კერა ჩაახშონ რა, ეგრეთ წოდებული პროტესტის და ეს ტრიბუნებად ქცეული ტელევიზიები თურმე ქვეყანაში მეტი პრობლემები არ ყოფილა ნიკამელიას დაკავების გარდა. ეხლა მე მინდა მოვფანტო ამათი პროპაგანდა და დეტალურად მოგახსენოთ, რაში არის საქმე, ჭეშმარიტი არსი ყველაფრის და რო აქ მეტი არაფერი არ ხდება, ვიდრე იმის გარდა, რაც ამ ორივე მხარეს აწყობს. სადაც არ გადართავ, გვესმის ასეთი ნარატივი, რომ ქალე დემონსტრანტებზე იძალადეს, პირველი ეს. მეორე, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა ნორმელია დააკავეს თუ პოლიტიკოსი მაპატიეთ. დიდი განსხვავება არ არის, ეგენი ერთად არიან ყოველთვის. დეპუტატ არის დეპუტატი, ერთი ოხერია ეს. გიგი დააკავეს და ხარაზიშვილს პირდაპირ ივანიშვილი ურეკავს და ძალადობდა ხალხზე. ეს არის დღევანდელი ქართული რეალობა. დღევანდელი ქართული რეალობა არის ეს, როდესაც ქვეყანაში 1,800,000 ადამიანი 3,700,000-დან სიღატაკის ფსკერზე იმყოფება. ეს. ახლა რეალურად რო ვილაპარაკოთ და რასაც ვიტყვი, არავინ არ იფიქროს ეს კოცების გასამართლებლად არის ნათქვამი, მაგრამ ხო უნდა გვესმოდეს რა, ჭეშმარიტი არსი ყველაფრის რაში მდგომარეობს, იმიტომ სიბრმავე არის ყველაზე დიდი დანაშაული. ხო და ის კაცი თქვენ რო დღეს ძალადობას ედავებით, ნაცებო, ის ხარაზიშვილი ხარება, ის თქვენი სისტემის წევრი არისო? და ორი გვამი სამბავში იქ მერაბიშვილი რო ყავდა თავზე მდგომას პირდაპირ რო უკვეთავდა ასე ორი გვამიო. იქ არისო? არ ეძებდა იმ ორ გვამს, არ უნდა და იმ ორი პირის ლიკვიდაცია, ხო იყო? და მაშინ ესეთ შეკითხვას დაგისვამთ, მაშინ ვინ ურეკავდა მაგ ხარება ხარაზიშვილს ორი გვამის ლიკვიდაციის ავტორიზაციას ვინ აძლევდა? გამოდით და თქვით, ვინ აძლევდა? რა დემონიზებას აკეთებთ ამ იდიოტის? ისედაც ბრიყვია, ტიპ შეხედავ, ახლა ვინმეს თუ გონია, რომ ძალოვან უწყებებში, იქედან მოვდივარ ძალოვანი უწყებებიდან 10 წელიწადი ნამსახურები მაქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და სპეცრაზმი იქნება თუ რამე იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა არის დაკომპლექტებული მაინც არმიის დანაყოფებიდან და ყველას ვიცნობ ის სპეცრაზმის წევრები შეიარაღებულ ძალებში ყველა ჩემი მეგობარი იყო, ყველას ვიცნობ, ყველა მაფასებს, ყველასთან ურთიერთობა მქონდა და გარკვეულწილად ვინ არჩუნებ რა. დღესაც რაღაცა კონტაქტს ამ ხალხთან ვინ არჩუნებ, იმიტომ ისინი არ არიან ცუდი ბიჭები. პირდაპირ თუ ვინმე ცდილობს იმას, რომ მოახდინოს მათი დემონიზება, ხო? მაშინ მე ასე ვეტყვი, რომ ეს ასე არ არის რა. ყოველ შემთხვევაში შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფებში ვინც მსახურობს, ცუდი ბიჭები ნამდვილად არ არიან. და პოლიციაში მე იქიდან უფრო სპორტსმენები შეიყვანეს და აწყობთ რა, მე ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია, რომ სპეციალურად მოყავთ გონება სუსტი ტიპები, რომლებზეც ბრძანების გაცემა ხდება. ის გარკვეული პლანირება, სწავლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფების ყოველთვის აღებული აქვს თავზე თავდაცვის სამინისტროს. აი ასე ხდება კვება შეიარაღებული ძალებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტელექტუალური ბაზის. არავინ არ მოგატყუოთ, თქვენ ეს ასეა. ამას რატო გიყვებით? იცი, ამას იმიტომ გიყვებით, რომ რასაც ვლაპარაკობ, ის ვიცი. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ისეთი ტიპები, როგორიც არის ხარებები, ესეთები, ისინი. იმას რეალურად შეხება არც ერთ ძალოვანი უწყების ელიტასთან არ ქონია. ესენი იყვნენ ზონდერები, ყოველთვის ზონდერები იყვნენ რა. ომში რაღაცა საოცრებები არ აქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული, ყოველთვის იდგნენ არიერგარდში, რაღაცა უკან და არ აინტერესებდათ რა ხდებოდა და როგორ ხდება იქ. თუ რამე ხდებოდა ქვეყნის საჭიროებო თემაში, ყოველთვის ამ დარტყმას იღებდა თავზე უბრალო ადამიანები რა. ეხლა დისკრედიტაცია ძალოვანი უწყებების იმ ინტელექტუალური ბაზის, რომელიც
ნამდვილად ემსახურება სამშობლოს და ემსახურებოდა, ხო? მოხდეს ამ იდიოტი ბლაგვსახას ფორმით, მე მიმაჩნია ყველანაირად მიუღებლად. ეს ასე არ არის რა. თუ ვინმე მოახდინა შეერაღებული ძალების და პოლიციის დისკრედიტაცია მოახდინა მაშინ, როდესაც იქედან გაუშვეს პატიოსანი ადამიანები, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები და მაშინ ეს მასა დღეს აქ რწივის და კივის და კონცერტებს დგამს ქუჩაში. მაშინ ეს ძალიან ინერტულად უყურებდა ამ ყველაფერს, ჩვენი საქმე არ არის, მე იქ რა მოხდება, მე რა იყო თუ 10-15-16 წელი ნამსახურებ კაცს ჯარიდან გამოაგდებენ, მე ხო არ მეხება, მე სამოქალაქოზე ვცხოვრობ, ჯარში არ წავალ, აი ესეთი მიდგომები იყო და მიიღეს ის რაც მიიღეს. მიიღეს საბოლოო ჯამში საკუთარი მატრახი და ალალი იყოს ახლა ვის ტრაგზეც ეს მატრახი ხვდება, იმიტომ რომ თანამონაწილეობა თქვენი ამ ყველაფერში არის. 3000 ვეტერანს რო გამოგიღრიან შეერაღებული ძალებიდან და გარწმუნებენ, რომ ეს ნორმალურია და მათ თანამდებობებს იკავებდა ბოზიიზორიას ცოლები, ბოზიიზორიას სამეგრელოდან ჩამოყვანილი სასტავები, რომლებმაც ქართული ენას კი არ იცოდა წესიერად. ნუ ვთქვა, ჩვენ ნორმალურად რაშია საქმე. როდესაც ასეთი დიალოგები მიდიოდა სამინისტროში გინდა მუშაობა, რა გინდა, სხვა რამე ისწავლე მეგრული და კომპიუტერიო. შეურაცხყოფას არავის არ უყენებ, მე რეალობას ვლაპარაკობ. ხო, აი ის ხალხია დღეს, რომ მოგადგათ და გირტყამთა გიცითლებთ უკანალს. და ალალი იყოს, ვისაც ეს ხვდება დღეს, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ჭიჭუმის შედეგი. რა გინდათ ამ ხარებასთან? ეს ხო თქვენი ხელთათმანი იყო. და უკანალში ამოსობის დროს, როდესაც ხალხს ისვამდით, ეს ხელთათმანი გეკედათ, რო არ დაგსროლდათ. დღეს ამ ხელთათმანს ხმარობს სხვა. აგერ ახლა რა ვიცი, რა გელაპარაკოთ. წესიერი გამოძიება რო ჩატარებული იყო, არც თქვენ არ ყოფილიყავით ოპოზიციაში და არც ესენი ხელისუფლებაში, მაგრამ წესიერებას ცოტა ზედმეტი არის ლაპარაკი. მეორე ნიკანორ მელია დაიჭირეს. მოდი გავშიფროთ ეს მომენტი, რა ხდება საერთოდ. და ის ნიკანორ მელია არ არის, რომელიც ხალხზე ძალადობდა და დაკავებული იყო ეგრეთ წოდებული რუსული აქციების დროს. ხო იყო ესეთი ფაქტი. ხო იყო დაკავებული. ვინ მისცა მის საწინააღმდეგოდ ჩვენება რუას ტელევიზიას ვეუბნები? აი გეკითხებით, ვინ მისცა, იცით? დღეს რო ამერიკაში გააპარეს ის ზონდერი, ვინც ხალხს კომატოზურ მდგომარეობაში აგდებდა, აგერ ამ აქციებზე გედედეს უფროსი ყოფილი ირაკლი შაიშმელაშვილი. ირაკლა შაიშმელაშვილმა მისცა მის წინააღმდეგ ჩვენება. რო ნიკანორ მელია ძალადობდა ძალოვანი უწყების თანამშრომლებზე. აბა, რატო არ უსვამთ? დღეს რო ექსპერტად აკყავთ გამოყვანილი და თურმე ოცნებები ქონია, რომ მე სტუდენტებს ასწავლის ირაკლი შაიშმელაშვილი და იდიოტობებს რო რაღაცას ზღაპრობთ. ამას რატო არ უყვებთ? როგორ უნიჭო სცენებს დგამთ, ბიჭო? თქვენი ეგრეთ წოდებული საპნის ოპერები რატო არ მიდის მეტიშოს? თქვენ გონიათ გუშინ ჩვენ თვალები არ გქონდა და დღეს სიბრმავით ავართ შეპყრობილი, ყველას ვთხოვ, ვინც უყურებს გააზიაროს, მოიწონოს ეს ვიდეო, ბევრმა უნდა ნახოს ნამდვილად რა. ესე იგი, დეზერტირი კეზერაშვილის ტელევიზიით, დეზერტირი კეზერაშვილის, ყველამ კარგად ვიცით, რომ კეზერაშვილი არის წარმოშობით ებრაელი. საკუთარ ქვეყანაში გაასამართლეს, იმიტომ რომ დეზერტირია ისრაელის არმიაში, მან არ იმსახურა. და ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, აქედან თუ ვინმე მიყურებს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ებრაელი და მინდა ჩემი სიყვარული და ჩემი პატივისცემა დავადასტურო ქრისტეს რჩეული ერის მიმართ, კაცო. მე ვარ ქრისტიანი და ვკითხულობ ბიბლიას და მე ძალიან კარგად ვიცი ებრაელ ერს უფლის რამადლი აქვს მოცხებული. მაგრამ საკუთარ ტომს რო უღალატებ და ერს რო უღალატებ საკუთარს. და ძალიან მაგარი ქვეყანა აქვს, აი ისრაელში რო აი ესეთი მოღალატეები მიღებული ყავდეთ ჩვეულებრივ მოვლენად, მაგას იქ არ გაასამართლებდნენ როგორც დეზერტირს. და ესეთი დეზერტირი ჩვენ ყავდა თავდაცვის მინისტრად საქართველოში. რატო უნდა ყოლოდა? მაგრამ ყავდა. იმიტომ რომ ფული ეკეთებია აქ ჩვენ სისხლზე და ჩვენ ხორცზე. და დღეს
აგერ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მაშინ თუ პირდაპირ ტრადიციულ ომს ხელმძღვანელობდა, დღეს უკვე 2008 არ არის, მაგრამ დღესაც ანალოგიურს აკეთებს, ჰიბრიდულ ომს აკეთებს და ვისაც არ ესმის ომის ეს სახეობა, რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი, დღეს მე არ ამაქვს შემეცნებითი გადაცემა ვინმე საუბრსა. და აგერ შაიშმელაშვილი ისევე დეზერტირი და ისევე წარმოშობით იმ ტომიდან, საიდანაც არის ეს ნაბიჭვარი კეზერაშვილი, გვარებთან კიდე ერთხელ ვამბობ, არანაირი პრეტენზია არ მაქვს. გვარში რა, ნემსაძეებშიც კი არიან პროჭები, კაცო. თქვენ გონია არ არიან? რამდენიც გინდა იმდენს ვიცნობ. გვარზე არ არის საქმე, მე ვამბობ, უბრალოდ დამთხევა არ შეიძლება მოხდეს, რომ აი ამდენი ნაძირალა სად მოიღარა, ან შაიშმელაშვილი, ან კეზერაშვილი, არაქართველები თან ესენი. კიდე ერთხელ ვამბობ, კიდე ერთხელ უსვამ ხაზს ამას, რომ აი ამას შემთხვევით ესენი იქნენ არჩეულები. ქართველი ერის წინააღმდეგ. თორე გვაროვნივ თემაზე არ მიმაქვს ლაპარაკი. უბრალოდ შეირჩნენ ესეთი ტიპები რა. და ვინ შეარჩია, როგორ შეარჩია, რა ვითარებაში შეარჩია, ეს კიდე ცალკე თემაა. და ერთი დეზერტირი ჯდება მეორე დეზერტირის ტელევიზიით, ეს მოღალატეები და ლაპარაკობენ რაც უდია, რომ ესეთი რაღაცა ხდება ქვეყანაში და ახლა ერთი დაუსვით შეკითხვა იმ ნაბიჭვარს დღეს რო გლოვობს ნიკანორ მელიას დაჭერას ის ნაბიჭვარი შაიშმელაშვილი იმ ნაბიჭვარი კეზერაშვილის ტელევიზიით მაშინ თქვენს მიერ შერქმეულ რუსული კანონის თემაზე რატომ იცა მელიას წინააღმდეგ ჩვენება რომ მელია ხალხზე ძალადობდა მელია ამის გულისთვის ციხეში იჯდა და შეიწყალეს მერე და სხვადასხვა შეიწყალა იმ დედაკაცმა არაქართული ენის მცოდნე ნაძირალა სალომე ზურაბიშვილმა რომელმაც შაიშმელაშვილი გააპარა ამერიკაში გააპარა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და რომელმაც შაიშმელაშვილის ოჯახს დაუმზადა ამერიკული პასპორტები მე არ ვიცი იქედან ვინკივის ამერიკიდან რომ ქართული ოცნება ევროპაში ვერ და ნატოში ვერასდროს ვერ შევა სწორი მსჯელობაა ნატოში კი არა არანაირ ცივილიზირებულ გაერთიანებაში არ აქვს ამათ ადგილი მაგრამ თქვენ თუ გონიათ აი ამ ნაძირლებს რომ ხარს დაუჭერთ თქვენ შემოხვალთ ქართველი ერის გურჩი და თქვენ გგონიათ რომ აი ასეთი ნაბოზრებით ჩაანაცვლებთ ქართულ ოცნებას და მოუგებთ ომს და ქართველი ერი თქვენ გენდობათ და დაგიჯერებთ ამის გულისთვის თუნდაც 10% მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების ჩემო კარგო იქ პასუხობ რა ახლა რაც ხდებაო იმაზე გვესაუბრებ ზუსტად იმაზე გესაუბრებით და ვისაც აქვს ახლა ყურები მოისმინოს და ვისაც არ აქვს ყურები იმას მე ახლა სიყურვეს ვერ დავაძლევიებ ეს არის არა მარტო ფიზიკური და ფიზიოლოგიური არა მენტალური მდგომარეობა ბევრი სიყურვე და სიბრმავე სწორად არის ნათქვამი გამოცხადებაში აპოკალიფტურ გამოცხადებაში ბოლო ჯამს თვალები ექნება და ვერ დაინახავენ და ყურები ექნება და ვერ გაიგონებენ მე ვერაფერს ვერ ვიზამეც მე ვლაპარაკობ გამოსავალი რაშია და ესენი ორივე უნდა ჩარეცხო ჩემო კარგო როგორ შეიძლება ქართული ოცნება არ გინდოდეს და ამიტომ ნიკანორ მელიას გვერდზე დადგე რა მოიცა ნიკანორ მელია არის ხსნა და გადარჩენა და ნიკა გვარამია არის ხსნა და გადარჩენა სხვა მეტი საქართველოში როგორ უბრალო ადამიანს რო ხელი დავადოთ და ადამიანად და მეგზურად გვინდოდეს არა დღეს რაც არის აი კიდე swamენ კითხვას და კიდევ პასუხობ რა თქვენ ახართ უმრავლესობა აპათიაში ჩავარდნილი ადამიანები რომელიც ამ შეკითხვას swamთ რა და რატო ხართ გეტყვით თქვენ დაგაჯერეს რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი ამ ქვეყანაში სააკაშვილზე უკეთესი ამ ქვეყანაში ნიკანორ მელიაზე უკეთესი არავინ არ არის რო გმირი მარტო შაიშმელაშვილია ამ ქვეყანაში რო ტელევიზია მარტო რუას უნდა კონდეს რო ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა შექმნას კეზერაშვილმა დეზერტირმა ისრაელში აი ესეთი რაღაცა ვიღაცა წერს თეოფილეო მე არ ვიცი ვინ ჩემი სირი არის თეოფილე თუ ვიღაცებს მადარებ ძალიან მაგრად ცდები ჯიგარო იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანა არ დამიტოვებია იმიტომ რომ ვიღაცა რელიგიურად მავიწროებ და რა პირდაპირ გეტყვი და არც 5-7 ქალი არ გამიყვანია და 7 ქალისგან შვილი არ ამყავს
გაკეთებული. ბევრი რომ ფადიშახივით ცხოვრობს უფლის სახელით. გოგა ზარდიაშვილს პასუხობ ბატონ გოგას. აი ესეთი რაღაცაა რა და მე ნურავის ნუმადარებ რა. ყველას თავისი დოსია აქვს ცხოვრების. მე სანამ ჩემს სამშობლოს დავტოვებდი, ეგერ გეტყვი. სანამ თავზე დამესხმებოდნენ 2016 წელს ხიდაშელმა რო გამომიშვა შეერაღებული ძალებიდან 17-ში შემოვიკრიბე ყველა ვეტერანი ვისაც ღირსება გააჩნდა და ბრძოლის უნარი რა და 17, 18, 19 3 წელიწადის განმავლობაში ჰქონდა ორგანიზაცია შეერაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი და უდეკით და ვებრძოდით ამ ნეგატივს. მაგრამ მე ნუ ახლა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი რო დაგიგეგმავს ძალადობის აქტს და დაგესხმებიან მთელი თავისი ბუნაგით, თავისი ჟურნალისტების, პოსტივი ჟურნალისტებით, თავისი ადვოკატებით და ასე შემდეგ და ბოდიში მარა ვერაფერს ვერ გახდები ერთი კაცი რა. და კაპიტულაცია არის ყველაზე დიდი შეცდომა ჩაბარდე ამდენ ნაძირალას. მე მირჩევნია ყოველთვის ერთი წვია მქონდეს იარაღში და ჩემი სინდისი წავიღო ჩემი ხელით, ვიდრე ვიღაცა ნაძირალამ დამატყვეოს და მაკადრებიოს ყველაფერი, რაც ჩემთვის შინაგანად მიუღებელია. დღეს აი ამდენი ადამიანი წყვი არის ქართული ოცნებისო და ნაციონალური მოძრაობის. ნახეთ როგორი სისტემა არის შექმნილი. რამეს იტყვი და არ მოგწონს ქართული ოცნება ნაცი ხარ. და თუ გაჩუნდები, მაშინ ქოცი ხარ. ეს ვინ არის გოგა ზარდიაშვილი რუსებს რატო ეძახდი შემოსულიყვნენ საქართველოში. ჩემსა და შენ შორის მტყლის დედა შევეცი, რამდენიმე არასოდეს რუსებისთვის არ მithქვია შემოდი ჩემს სამშობლოში. აი მეტი რა გითხრა. მე ერთი რაღაცა ვიცი 2008 წელში, როდესაც მე ვიდექი და რუსებს ვებრძოდი, შენ დედა შენის ტრაქში იმალებოდი. მე შენ არ შეერაღებულ ძალებში არ მინახე ხარ ჯიგარო. არც ადმენ დგარ ხარ ქვეყნის გვერდზე, აი დგა ხარ მარტო და ავრცელებ ასეთ იდიოტობებს რა. ხო, ვიდეო თუ არის ერთი დადევი და ნახე დავით ნემსაძე, სად ეძახის ვინმეს მოდი შემოდი ჩემ ქვეყანაში. ხო გაგეცი პასუხი, ჩემსა და შენ შორის მტყლის დედას შევეცი. მეტი რა უნდა უთხრა, ახლა მე არ ვიცი ახლა მზადარიან რომ გავრცელონ ინფორმაცია და საკუთარი დედა ამდენი საზოგადოების თვალწინ იხმარონ. შეგარგოთ ღმერთმა კაცო ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს თქვენი სტილია, თქვენი მუშაობის. ამდენ იდიოტს მე ახლა ვერ უპასუხებ აქედან რა. აი ესეა. ნიკანორ მელია გაგვიხდა ემაც გმირად და შაიშმელაშვილი და ნიკანორ მელია არის რამხელა არა ამათი სახელმწიფოებრივი ინტერესი გუშინ კაცი დაიჭირა იმის გულისთვის რომ მოძალადე იყო ჩვენება მისცა კაცო მის წინააღმდეგ რა და დღეს თურმე მოძალადე და მისი დამჭერი პოლიციელი ერთ მხარეს დგანან იმიტომ რომ სისტემა არ მოწონთ არ და სულ რაღაცა გუშინ წინ ერთი სისტემის ნაწილი იყვნენ ეგენი აი რა ვიცი ხა ამაზე მეტი მე ვის რა უნდა უთხრა ვის რა უნდა გავაგებიო ან ვის რა უნდა აუხსნა ოფიციალურად აი შეგიძლიათ შეხვიდეთ ეგრეთ წოდებულ საძიებო სისტემა Google-ში აკრიბოთ შაიშმელაშვილი აკრიბოთ ნიკანორ მელია და ამოგიღებთ როგორ აქვთ ჩვენება მიცემული აი ამ ნაძირლებს რომ თითქოს ეს მოძალადე როგორ აპირებდა პარლამენტში შეჭრას და ქვეყნის დაქცევას ნიკანორ მელია თითქოს კი არა ასეც იყო და რა ვიცი ამან ჩვენება მიცა მის წინააღმდეგ და ახლა თურმე ესეთი ადამიანი უნდა რომ პოლიტიკაში მოიყვანოს და მეთაური გახდეს და ის იყოს და ის იყოს და ის იყოს აი ესეთი ხალხითაა ქვეყანა სავსე გუშინ ხალხს უთხრამდა ეს ნაბიჭვარი შაიშმელაშვილი გეგმებს წერდა როგორ უნდა დაშლილიყო საზოგადოება და თურმე დღეს ტირის რომ ახალგაზრდას სახეში წიხლი დაარტყეს აი ეს იყო თურმე მისთვის ბოლო წვეთი რომ წამოსულიყო იმიდან პოლიციიდან ჯერ იმ პოლიციაში როგორ მოხდა რატო არ სვამთ ამ შეკითხვას ვიღაცის მონაჭორი კი არა ჩემთან ერთად მსახურობდა ეს ნაბიჭვარი შეერაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე ეს არის თბილისში და როდესაც მისმა კლასელმა 2016 წელს ეს გვარიც მახსოვს კაცო მისი
ნიკა ქველაძე იყო ესეთი, უფროსი ლეიტენანტი. აწამა ბავშვები გართობის მიზნით, ოფიცერი, ქართველი ოფიცერი, რომ გართობის მიზნით საყარაულო შენობაზე 7 და 8 წლის ბავშვებს გადმოიყვანს და 6 წლის ბავშვებს და ხანძარსაწინააღმდეგო მილში თავით ჩატენის, ჩახრჩობის სცენებს გააკეთებს იმაში, წყალში იქვე და შეშის ღუმელიდან ბავშვებს სხეულებს წამება რა, ჩვეულებრივ ბავშვების არაადამიანური მოპყრობა და წამება და ამას გააკეთებს სამხედრო პირი. და ეს უბრძანა იქ ქვედან ახობს რომ ბავშვები დაეჭირათ ასე გაეხადათ ტანზე და თურმე აი ეს კრიმინალი რომელიც დამალა შაიშმელაშვილმა აგერ ხიდაშელის ანადოლიძის დავალებით იმენა დამალა კაცო სხაპარს კი არ ყვები ამ ბავშვებთან ინტერვიუ გავაკეთე და პროკურატურამ ერთხელ საქმე რო დახურა ამაზე მასალები არ არის ეს ინტერვიუ მივიტანე ჯერ სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან დღეს რო ბევრს კივის ეს ნაბოზვარი და მე უკვე პროკურატურაში და დღესაც საქმე არის აღძრული და თაროზია შემოდებული. სხვადასხვა ბევრი ძაღლი დედამისები სად იყო და მოვარდნილი იყო ის ქალი იქ. ატეხილი ქონდა ერთი ამბავი, კიო და წიო და სამორიგეო ჟურნალში ეს დააფიქსირა სამხედრო ბაზის მორიგემ. და ოფიციალურად იყო ეს ყველაფერი გაფორმებული და მე ნაცვლად იმის ამას მოყოლოდა სისხლის სამართლის საქმე, ის ბავშვი ინტერვიუში იმას მეუნება, შეიშმელაშვილი ნაბიჭვარი, რა საქმეს დააპარა ხელი. Როის დედაჩემთან მოვიდა სახლში სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი, ხთინა ხიდაშელის მინისტრობის დროს ამაკ ლაბარაკი რა. და დედაჩემს უთხრეს გაჩუმებული იყო, მე გამიყვანეს ოთახიდან მომადეს ტუჩზე ხელი და მაიძუნეს რომ გავჩუმებულიყავიო რა. და მითხრეს შენ ჭაში არავის არ ჩაუხრჩვი ხარ, ჩუმად იყავი. და პროკურატურამ დღეს ეს ყველაფერი იცის. და ესეთი ადამიანი იმხელა ბრძოლის მერე, იმხელა ყველაფრის მერე შეერაღებული ძალებიდან დავათხოვი ეს ნაბოზვარი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი ჯარში ამსახურობდი, არ დამიტოვებია პრესა, გაზეთი, ჟურნალი, ბიჭო, შეიშმელაშვილის რომელი მუნდირის ღირსებაზე არის ლაპარაკი, როცა ჩემა ჯარისკაცებმა სამწყობრო მოედნის წინ შტაბის უფროსად იყო, მაშინ გალახეს. დედის ტრაკი მოუწყნეს სამხედრო მუნდირს რო შემოგახევენ ტანზე და ცხვირით გათხრევენ იმაზე სამწყობრო მოედანზე. და სამხედრო პოლიციაში გააკანა ამის გულისთვის ბიჭები. ამ ნაბოზვრის შვილმა, ამ დედამოტყმულმა ამან. და რატო ხდებოდა ეს ჭუბი, იცი? ამას ეგონა რომ საბჭოთა კავშირის დროს იყო ეს ჯარში, სადაც დედის შეგინება ყველასთვის იოპტმაიამატ მოსული იყო და ესე აყენებდა შეურაცხყოფას ჯარისკაცის დედებს, აქ-ამაკ იმ ჯარისკაცის დედების პატაკი. რა სყვირის, რა სახეში დარტყმავე რა იტანა თურმე იმაზე და ბოლო წვეთი იყო. შენ ნაბიჭვარო, შენ ბავშვების წამებას რო ფარავდი. მაშინ რატო არ ქონდა ის ერთი წვეთი კისერში? ან ჯარისკაცების დედებს რო შეურაცხყოფას აყენებდი, შენ ნაბიჭვარო. თინა ხიდაშელის დავალებით ქართულ მართლმადიდებლურ არმიაში ასე ვიტყვი ზუსტად რა ხელმძღვანელობდა სხვა რელიგიური კომპენსიების სალოცავი ოთახების გახსნას და მეჩეთების გახსნას. აი ეს ნაბიჭვარი შეიშმელაშვილი. არავინ არ თქვას რომ ტყვილი არსებობს ამისი არქივი, არსებობს თინა ხიდაშელის ტელეფონოგრამები და ეს არ ყოფილა რაღაცა შემთხვევითი ღალატი. ამ ნაბოზვარ ირაკლი შაიშმელაშვილს ეგერ ყავდა ზევით ხიდაშელის აპარატში გიორგი შაიშმელაშვილი კრიშა. ბიჭო, გვერდზე გაიხედავ სესიაშვილი ნაბიჭვარი საიდანაც კეზერაშვილია წარმოშვებით. კეზერაშვილი კი ვთქვი ვინც არის. აქეთ გამოიხედავ ერთი შაიშმელაშვილი, იქეთ გაიხედავ ზევით მეორე შაიშმელაშვილი. აგერ ყველაზე მცირე 4 ნაბოზვარი მოღალატე დავთვალე. რომელსაც იმენა პროჭობის მეტი არაფერი არ აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული. და შეერაღებულ ძალებში დახურულ ბაზის მიღმა მე თუ ამხელა კრიმინალი მრჩება და ვერავინ ვერაფერს ვერ მეუბნება. მე რო იმ ბაზას გადმოვშორდები და ძალაუფლება მაქვს ხელში. მე ხალხზე ძალადობა რატო უნდა მიკვირდეს სამგენისი? ეს ახალგაზრდა კაცზე სახეში წიხლის დარტყმა გაუგვირდა, პატარა მცირეწლოვან ბავშვებზე წამება იყო მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა კაცო. და მე ამ ფაქტის დამალვა. ფაშისტები თოთენკოვში, ზაქსენჰაუზენში,
ბუხენვალდში როგორც იქცეოდნენ აი ეს ფაშისტი ნაბოძვარი შაიშმელაშვილი ისე იქცეოდა ზუსტად ისე იქცეოდა იმ მეთოდით იმ მანერით და ხა ტირის ამერიკიდან თურმე რომ აი ხალხს რო დაარტყეს ხელი თურმე ეს ამას განიცდის და ამ დროს ამის დაგეგმილია ყველაფერი საზოგადოებაზე ძალადობა როგორ უნდა განხორციელებულიყო გითხარით აი რურუაშნიკებო თქვენ მიკროფონი ავტომატ კალაშნიკოვში გეშლებათ ბევრჯერ გეშლებათ გითხარით აგვიხსენით კეზერაშვილიშნიკებო აგვიხსენით როგორ არის დღეს მოძალადე ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიმცემი შაიშმელაშვილი ქვეყნის გმირი თქვენ ლოგიკა არ აგაქვთ თქვენ ურთიერთ გამომრიცხავს სირობებს გვაჯერებთ რომ ეს არის თქვენთვის პრინციპული და ქვეყნისთვის თავ გადასარჩენი რაღაცა რა აი ესა ბატონ ლევანს უპასუხებ არ ვიცი ლევან რაღაც ქვია დავით კარგი ერთხელ არ გითქვამს არაფერი და სულ ცუც აკეთებენ მეგობო კი ძმაო ცუც აკეთებენ ძალიან ცუც აკეთებენ რა მაშინ მოდი მითხარი რა ვთქვა კარგი რაც არის ქართველი ერი ის კარგი სტრაკი აქვს მოწყნული დღეს ქართველ კაცს როგორ გითხრა მეტი სხვანაირად აი რა არის მე ბიჭო დედა მყავს საქართველოში მამის საფლავი მაქვს საქართველოში მამა გარდამეცვალა მის დაკრძალვაზე ვერ ვიყავ ჩემთვის ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს რატო არ უნდა მქონდეს იმის უფლება ჩემი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერეოდე პოლიტიკური ცხოვრებაში არც არასდროს არ მქონია სურვილი გულახდილად გეტყვი რა ხო არიან ადამიანები ღმერთმა დამიფაროს რომ ამ პოლიტიკოსობა მინდოდეს საქართველოში რა ღმერთმა დამიფაროს მაგრამ ჩემ ქვეყანაში როგორც ერთმა კაცმა ხმა რატო არ უნდა მომეღებოდეს რა რატო არ უნდა მქონდეს მე იმის საშუალება რომ ჩემ ქვეყანაში საზოგადოებრივად ვიცხოვრო კაცო რატო ეშინოდათ ანნაცებს და ანკოცებს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ ხო ჩემი ერთადერთი მოტივი ხელისუფლების და ძალაუფლების მისი გაძლიერება კი არა ჩვეულებრივი შენაირი კაცის ჩემნაირი კაცის უბრალო ადამიანის ჩვენ თუ ერთმანეთში ძლიერი ვიქნებოდით ჩვენ თუ გვექნებოდა საზოგადოებრივი მიზნები ხელისუფლების საკუთარ საზოგადოებრივ კეთილდღეობაში მოხმარებით ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერეოდა ეს სურვილი მქონდა ეს იდეა მქონდა თორე ის იმის სურვილი კი არ მქონდა პარტია შემექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის მებრძოლა ჩემ მიზნები იყო საზოგადოებრივი და ნეგატივთან ბრძოლა და არა ხელისუფლებისთვის ბრძოლა როგორც თვითმიზანი როგორც დღეს აკეთებს ამას პარეული ვქნა მე ჩვეულებრივი კაცი ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ აბსოლუტურად ყველა მოშორებული ყველანაირ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინტერესებს მე არ ვუკრებდი ჩემს ირგვლივ ისეთ ხალხს ვისაც ჰქონდა თვითმიზანი ხელისუფლებაში მოსვლა, რომ მე ჩვეულებრივი მუშა ადამიანების ქონებას დაჯდომოდა. ამათ სიამოვნებდათ პრემიები შესულები არ იყვნენ მაშინ. თანამდებობებზე ეს შაიშმელაშვილები, ეს მოლოდინები, ეს ანადოლიძეები, ხიდაშელები, ეს ნაბოზრიშვილები გაწერილი არ ქონდათ. ბიჭო, ერთ თვეში ხელფასი იღებდნენ 3-4 და 50,000 ლარი პრემიად ქონდათ გაწერილი. ეს ჯერ კიდევ რომელ წელს 2016 წელს. ეხლა ვარესები მოხდება. დარწმუნებული ვარ რაღაცა ინფორმაციებს ვფლობ, ისე ტოტალურად თუ არა. ხო და რა ვიცი, ეხლა ვიღაცისთვის მისაღები იყო ეს ყველაფერი, ვიღაცისთვის არ იყო მისაღები. ძალიან ცუდი რა არის, იცი, ადამიანს აქ რა თქმა უნდა სინანულის უფლება, მაგრამ თუ შენ საზოგადოებას აჯერებ ამ სინანულის გარეშე, რომ შენ შეიცვალე, შენ უბრალოდ მიღაბი მოირგე სახეზე რა. და ამიტომ იმის უფლება რომ მე არ დაგიჯერო შენ ასეთი სახეცვლილების, ასეთი ფერის ცვლილება შენი არ ვირწმუნო, ხო? აი ესეთი მომენტია, ახლა რა ვიცი, მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ძალიან ბევრი მახასიათებელი ვიცი, ძალიან ბევრი მეთოდი ვიცი სახელმწიფო უშიშროების, რომელიც სახელმწიფოს არ ემსახურება და არანაირად არ არის სახელმწიფოსთვის შექმნილი ორგანიზმი, რომელიც ბევრ
აქტორს ათამაშებს საკუთარ მიზნებში და კონკრეტული მიზნები აქვს, საზოგადოების განეიტრალების, მასში ნიჰილიზმის ჩანერგვის ბოლოს და ბოლოს თუ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, იყოს ასეთი განცდა საზოგადოებაში, რომ ესენი ხო ცუდები არიან, მაგრამ ისინი უარესები. აი, როგორც კი ეს მოიხარშება მასის თავში და უკვე მოხარშულია ეს იდეა, ჩათვალეთ, რომ ქართული ოცნება არის გამარჯვებული. ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომ ქართველმა კაცმა არ თქვას არც ეს და არც ის. ან ესენი ერთია. სახელმწიფო უშიშროების ნარატივი იმუშავებს ამ იდეით. ძალიან გაცვეთილი ფრაზა არის ომი გინდა. და გეტყვით რატო არის გაცვეთილი რა ეს ფრაზა. საქართველოს არის დარჩენილი 3.700.000 კაცი. თავისი ეთნიკური სიჭრელით გულისხმობ ამ 3.700.000 კაცში სადაც 200.000 ადამიანამდე მარტო შემწეობას იღებს 16 წლამდე ბავშვი 200 ლარს, იმიტომ რომ შიმშილი და არ მოკვდეს. და ეს შემწეობა საარსებო მინიმუმის არის 264 ევრო და 40 ევრო კი არა, ლარი და 40 თეთრი. და იმაზე ნაკლებს იძლევიან ამ 16 წლამდე ბავშვებისთვის თავის გასატანად, გისმის? სადაც 3.700.000 ქართველში შეხედეთ უბრალოდ მეორე სიმრავლით არის გვარი მამედოვი. და 1.800.000 კაცი არის სიღარიბის სვარსკევით კი არა, ღატაკია. ამ ერის ძირითადი შრომელი მასა არის ოფიციალურად სამსახურის ძებნელი სტატუსით. მათთვის სამუშაო ადგილები არ არსებობს. იმიტომ რომ ქვეყანა ვერაფერს ვერ აწარმოებს. იმიტომ რომ ქვეყანაში არაფერი არ იქმნება. იმიტომ რომ ქვეყანა არის მხოლოდ იმპორტ დამოკიდებული. და კიდე ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია. ქვეყანაში ოფიციალურად არ არის ამოქმედებული შრომის სამართალ კოდექსი და ვინც მუშაობს ოფიციალური დეკლარირებული მონა არის. მონა, შენ უფლება არ აგა გვერდზე გახედვის. თქვენ დამშვიდით, ნაცებო და კოცებო, თქვენ დამშვიდით, თქვენ ბაიებო, კიდე პრაიებო, მაიებო, ხო 200 ლარით როგორ უნდა გაიტანო თავი. მე არ ვიცი ჯიგარო. წადით და კითხეთ მათ თქვენ ხელისუფლებას. 200 ლარი ხო ევროპისკენ მოდიან და რამე 100 ევროც არ არის, ხო? 100 ევროც არ არის 200 ლარი. ერაფერს ვერ ვიტყვი, სამარცხვინო და ვეტერანს რამდენი აქვს? 350 ლარი პენსიონერის პენსია რა, მთელი ცხოვრება რო ქვეყანას ემსახურე. რაში უნდა გიყოს 350 ლარი? უნდა ჩაიცვა, უნდა დაიხურო, კომუნალური გადასახადები უნდა გადაიხადო, ესე ვამბობთ რა, დენი, წყალი, გაზი, რავი, და სუფთავი. და კიდე თვითონ თვემდე თავი უნდა გაიტანოს პენსიონერმა, არაფერს არ ვამბობ ჯანდაცვაზე. ასაკში რო ხარ ადამიანს არ გინდა წამალი იყიდო ექიმთან მიხვიდო რა, ექიმთან რომ მიხვიდე კონსულტაციის ფული ცალკე უნდა გადაიხადო და იმის გარდა მკურნალობას რასაც დანიშნავს ისიც ხო ცალკე უნდა შეიძინო მედიკამენტოზური მკურნალობა რო ჩაიტარო. ამიტომ მე ქართველები რო არიან მათხოვრად აგდებულები და ევროპის ქვეყნებში მოდიან და ბარდებიან ტოლვილებას, ზოგს კიბოჭირს, ზოგს რაღაცა. განა ქვეყანაში არ იკურნება, უამრავი დაავადება იმკურნება, მაგრამ არ აქვს საშუალება რომ ამას მიხედონ და იძულებულები არიან სხვა ქვეყანაში ტოლვილის სტატუსი მოითხოვონ, იმიტომ რომ არ მოკვდნენ. როგორ გინდა ასეთი ადამიანები გაამტყუნო. და ამხელა პრობლემებია. კაი ის ცალკე არაკომპეტენტურობის პრობლემა კიდე ცალკე ამბავია რა.
მაგაზე ცალკე შეიძლება ცალკე ბლოგის გაკეთება და ცალკე საუბარი თუ რას ჩადიან ესენი, აი როგორ აყავთ თაობები ხალხი დაღუპული და ეგრეთ წოდებული ექიმები მკვლელებად რო აქციეს და ამ კორონავირუსის დროს კიდე რა გააკეთეს, ეს კიდე ცალკე განაყოფია ამათ წოდებში. მაგრამ იმის გარდაც ხო არის რაღაცა რა. თქვენ რამდენი ქართველი გამოსულია ემიგრაციაში? 2.800.000 ქართველი არის გამოსული, რომელმაც ნამდვილად ნახა წვალები, საკუთარი სისხლის, საკუთარი ხორცის, საკუთარი ტყავის სიმწარეზე იგრძნო ყველაფერი და გარკვეული რაღაცა მიუხედავად იმისა, ასე თუ ისე იმ უცხოეთში ნახა უფრო სტაბილურობა, ხო? და რო შეხედო ახლა და რო გადმოხედო, რატო უკან არ არის მიგრაცია, რატო არ არის რეპატრიაცია, ხო? იმიტომ არ არის, რომ არის მხოლოდ მიგრაცია გადის. და ეგრეთ წოდებულ დიასპორებს ვინ ქმნის, იცი, გამაძღარი ქართველები, რომლებსაც აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და საქართველოს უნდათ გასართობ საგულაო სარესტორნო ადგილად რა. და გარიგებულები ან ყოფილ ხელისუფლებასთან, ან დღევანდელ ხელისუფლებასთან თამაშობენ ქართველობანას. ეს არის სიმართლე. არც ერთ ეგრეთ წოდებულ დიასპორას და მის წარმომადგენლობას ქართველ ხალხთან, მის პრობლემებთან და მის სოციუმთან შეხება არ აქვს. ეს არის რეალობა. და საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია იცით რითი? ისეთი მკვდრადშობილი ორგანიზაციების შექმნით, როგორიც არის საგარეო დაზვერვის აპარატი, რომელიც პირდაპირი ფუნქცია შეისწავლოს უცხო ქვეყნებში საზოგადოების და მთავრობების განწყობას საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მიმართ, ნაცვლად ამისა, აკეთებს რას იცით? დაძდევს ქართველებს. აბა ვინმე ხომ არ ცდილობს საქართველოში გამოგზავნოს ფული, რომ პოლიტიკური წყობის მიმართ გაჩნდეს პროტესტი. რომ აქციის ორგანიზება არ მოხდეს ქართველის ფულით საქართველოში. და საქართველოს ეგრეთ წოდებულ დიასპორებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართულებით, ხო არის ქართული ეკლესიები გახსნით, ზის საგარეო დაზვერვის ბოზები, 50 ევრო დაკირავებული ბოზები, რომ მიაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ თავყრილობის ან ამა თუ იმ გეგმების შესახებ. აი რა ხდება. და ირმა ინაშვილმა და თარხალ მოურავმა მოაწერა ხელი თავის დროზე, რომ ამ უწყებას დაფინანსება გაზრდოდა 10 მილიონი ლარით. შეიძლება ეს ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ ჭორბიუროს და ყავის და სიგარეტის ფული რო კონდეს ვიღაცას ემიგრაციაში, იმისთვის ნამდვილად ბევრია და ქართველი ერისთვის ნამდვილად ცოტა. აი ესეთი რაღაცეებით იტალიელებს აქვთ გამოთქმა, ესეთი ნაციონალური გამოთქმა სახელმწიფო ძროხაა მეტი დამოწველეო. ხო, ვინც მოწველის მეტი მოგებული დარჩებაო, აი ზუსტად ისეთ ვარიანტში მიდის ქართველი ერის ბედი. წველის ყველა, წველის შესაძლებლობების მიხედვით, წველის უნარების მიხედვით, რა პრობლემა შენ ოღონ მიდი და მოწველა შეიძელი ამ ყველაფერს. და ოქტაგონზე გამოჩნდება ხოლმე ყოფილი პუტჩისტი, სხვათა შორის გუშინ ძალიან საკრალური დღე იყო საქართველოში ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერების დახვრეტის დღე იყო. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი მოვლენა რა. გულახდილად გეუბნებით და გამოჩნდებიან ხოლმე ესეთი მოღალატეები, რომლებსაც ქართველი ერის სისხლში აქვთ ხელი. ვინ არიან ესენი? ეს არის კობა კობალაძე, აკია ბარბაკაძე, გიორგი თავდგირიძე, დევი ჭანკოტაძე და ეს ნაბოზრები, ვისაც ეროვნული ხელისუფლების დამხობაში აქვს პირდაპირი მონაწილეობა მიღებული. სად არიან ეს ხალხი? ერთი ქართულ ოცნებაშია, ერთი ნაციონალურ მოძრაობაშია, ერთი მარგველაშვილთან იყო, მეორე ხიდაშელთან იყო და დღეს ეს პროჭები, ესენი, რომლებიც არასოდეს არ დაშლილან.
ეს რუსული სადაზვერო ჯგუფის იერარქები და იმათი პრაპორშიკები, ეს დედამოწყნულები ესენი კიდე დღეს ცდილობენ იმას, რომ ქვეყანაში ვითარება არ იყოს და გამოდის ეს ნაბოძვარი, ეს დედამოწყნული, ეს გიორგი თავდგირიძე, ეს ნაბოძვარი, ამაზე როგორ უნდა ვილაპარაკოს სხვანაირად რა. და იმაზე ლაპარაკობს პოლიციელის მუნდირზე და ეს რა უბედურებაა, განცხადებებს აკეთებს, რომ პოლიციას ჯინსის შარვალი აცვია. იქ ცალკე პრობლემა არის, ვის რა აცვია და ვის რა ახურია, მაგრამ ეს როგორ ლაპარაკობს ბიჭო ქვეყნის მუნდირზე, თინა ხიდაშელმა გიორგი თავდგირიძეს უყიდა ბინა. უпростоროდ ბინის ჰიპოთეკა გადაუხადა ამ დედამოწყნულს და დილიდან საღამომდე კოლინიმბოს უკეთებდა თინა ხიდაშელს იქ რო იჯდა. იმ ბავშვების წამებაზეც იცოდა თემა, ამნა ბოზიშვილმა მაგან დამიძახა ზუსტად. თავდაცვის სამინისტროში მე რო დავიწყე ამ თემის ლაპარაკი და თქვი რომ ან დაიწყებთ ამ თემის გარკვევას, ან მე მიწავალ პროკურატურაში და მივაწვდი მასალებს, აქ იყო კორუფცია, აქ იყო ჯარში ფულის აკრება, აქ იყო პირად შემადგენლობაზე რას აკეთებდა, იცი ეს ნაბოძვარე შაიშმელაშვილი დღეს ქართული ფულით მშვენივრად რო ცხოვრობს ამერიკაში იქა და იმოძღვრება ჯარისკაცებს მისი ნაბოძვარი ხელქვეითებით ავალებდა რომ ვივუსესხები გაეკეთებიათ და იმ ჯარისკაცებს მერე ფულს პარავდა. და ამაზე სისხლის სამართლის საქმეები იქნა კაცო აღძრული. და ეს ნაბოძვარი თავდგირიძე ყველაფრის საქმის ყურში მყოფი ხიდაშელის მარჯვენა ყური და მარჯვენა ხელი. იქ იდგა და თემას აგორებდა. და გამოდის დღეს და მუნდირზე ლაპარაკობს. რომელ მუნდირზე ლაპარაკობ? და რომელ ღირსებაზე ლაპარაკობ? ბოდიშით ყველა კომენტარს ვერ გითხულობ. და ვერ პასუხობ ყველა კომენტარს, იმიტომ რომ ეს დღეები მინდოდა რა ამ ყველაფერზე მელაპარაკა. ვიცი, ჩემო ძმაო, აქ ბევრი შეკითხვა ყველაფერზე ახლა ერთდროულად ვერ გადავხვდები, მაგრამ არა უშავს რა. რაც მინდოდა ძირითადი სათქმელი ვთქვი და კიდე ბევრს ვიტყვი, კაცო, ამათ დედის ასატირებლად რა. თეოფილეზე რას ვინ ჩემი სირი არის ეს თეოფილე მალაქია. პირდაპირ ვიტყვი რა, ვიღაცა გამოსირებული ტიპია, რომელიც გინებაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გინებაში გახდა სტატუსის მქონე პირი და იმუქრება, რომ ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მე მოქალაქე ვარ კანადის, თქვენ გიჩივლებთ, ამას ვერავის ვერაფერი ვერ მოჭამონ, აგერ მიდევს პასპორტი საფრანგეთის. მაგრამ მე რა უნდა მიქნას, ახლა თეოფილე მალაქია, მაკოცოს ერთ ადგილზე აგერ რა. მაგან და მისმა მრევლმა. რა უნდა მიქნას თეოფილე მალაქია მე, აი ვინ ჩემი ფეხებია თეოფილე მალაქია. თეოფილე მალაქია რო გარბოდა იმაში რა ქვია კანადაში თავშესაფარის მოსათხოვნად, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ეკლესია თურმე მაგას აუპატიურებდა, მამაჩემი მაშინ კომუნისტებს დაჭერილი ყავდა და ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელების გულისთვის 3 წელიწადნახევარი, 5 წელიწადი მისცეს ციხე და 3 წელიწადნახევარი მოიხადა მანამდე სანამ ზვიადგამსახურდი არ მოვიდა ხელისუფლებაში და არ გამოუშვა ციხიდან. რატო უნდა იყოს ჩემთვის თეოფილე მალაქია ესა რა ქვია იდეალიზმი, რადგან ქრისტეზე ლაპარაკობს? და რადგან მოწაფეებზე ლაპარაკობს და რადგან ვითომ დახვეწილი ბიჭია და ეს არა ძმაო, მე არ ვიცი ვინაა თეოფილე მალაქია რა, ვინ არის? წარმოდგენა არ მაქვს თეოფილე მალაქია ვინ არის? თუ ვინმესთან აქვს პრობლემა გაარკვიოს, მაგრამ იმასთან მისი პირადი პრობლემა. ჩემთვის თეოფილე მალაქია არავინ არ არის. და არც მისი მრევლი არ არის, მე მეწოდებიან ეს ტიპები. რა ვიცი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საქართველოში ბევრი ეგრეთ წოდებული სექტა იყო, რომლებმაც ამ უტვინო გაუნათლებელ ახალგაზრდებს უკადაგეს თავისი მრწამსი და მერე შვილები დააყრევიეს უცხოეთში და საკუთარი დედმამა შეაძულეს და რა ვიცი, ხა რამდენ იდიოტზე უნდა გავაკეთო მე ესეთი კომენტარი. არ ვინტერესდები ესეთი თემები, გულახდილად გეტყვით. თუ ვინმეს მე ვლანძღავ საქართველოს საპატრიარქოში თავის ციანიდისეული და თავისი მერკანტილური ინტერესების გამო ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი სარწმუნოება ჩემი მტერი.
თუ ვინმემ გაასამართლა ქრისტე, გაასამართლა ესეთმა მწიგნობრებმა, როგორი ნაბოზვარიც არის თეოფილე მალაკია და როგორი ნაბოზვრები წყრიან უმრავლესობა საქართველოს საპატრიარქოში. ეს არის სიმართლე. და ხანუ ამას მე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ფაქტია, არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან არ ყოფილა ქართველი ერის მიმართ პატიოსნების და დაცვის ღირსების გამოწვევა, თუ არ ყოფილიყო დღეს ასე არ ვიქნებოდით ხელისუფლების ხელში. და რამდენი იდიოტია რა ვიცი არ მინდა რა ეს გავხადო რა ეს უშიშროების ერთ-ერთი მეთოდია ჩაგითვრიონ ამ თეოლოგიურ საკითხებში და აი ლაპარაკე ღმერთზე და ილაპარაკე ღმერთზე და ამაზე და იმაზე და ამა და ამ საუკუნეში იქ რა მოხდა და ღმერთმა ეს რა გააკეთა ეს რა თქვა ჩვენ გვაქვს ბიბლია ქრისტიანებს მართლმადიდებელი ქრისტიანებს არის წმინდანების ცხოვრება არის სრული ლიტერატურა იმის შესახებ როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი მე გულახდილად გეტყვით მე ვერა ვარ სწორად მაცხოვრებელი მართლმადიდებელი ქრისტიანი იმიტომ თუნდაც იმიტომ რომ მე ჩემი მტერი შეყვარება ვერ შევძელი რა ჯერ იმ დონის ქრისტიანი არა ვარ რომ ესეთი ნაბოზრები შევიყვარო რა და როდესაც მივალ ამ დონეზე არ დაგიმალავთ ნამდვილად გამოვალ და ვიტყვი რომ ჩემი მტრები მიყვარს და ჩემი გვახის მტრები მიყვარს მე ამ დონეზე ვერ მივედი და ამ ხელა ქრისტიანი ვერა ვარ. მე არ ვამბობ ის რომ ეს კარგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გულახდილობა ჯობია რა. ამიტომ ყველას ვისაც სურს ჩათრევა ამ საქმიანობებში ღმერთმა გაუმარჯოს, მიხედავ თავიანთ საქმეს, ეს ჩემი პრობლემა არ არის, მაგრამ ვიღაცის დაკროლზე მოცეკვავე კაცი მე არა ვარ. მე ვუყურებ რომ ჩემ ქვეყანაში თეოფილე მალაკიაზე მეტი მარაზმების ზიანი იქ თეოფილე მალაკია უცხო ქვეყანაში მაინც არის და ეგ სიტყვებით ბარტყუნობს და იძახის რომ ეს პრაროკია, მაგრამ მაგაზე მეტი პრობლემა არის რა ქვეყანაში კაცო. იმან იყვიროს და იწივლოს და ჩაყუდება იმ ყვირილში და ცივილში და იმ ცრუ მოძღვრებების გადაგებაში. ბოლო-ბოლო, ხო? შეაცდენს იქ 100 კაცს, თუ 100 კაცი ყავს 25 კაციანი მრევლი ყავს. აქეთ ვიკითხოთ ჩვენ, აქეთ. მაგნაირები საქართველოში ყველა კუთხეში აქვს გახსნილი უკვე რელიგიური დაზვერვით შემოსულები არიან ქართულ ოცნებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე რომ მართლმადიდებელი რელიგია იყოს ნიველირებული. თქვენ რა გონიათ ეს არ ხდება? როდესაც ესენი არიან დაკავებული მიწების დატაცებით, გადაფორმებით, გამახინჯებით, მთელი უბედურებით 10000 თეოფილე მალაკია ყავთ იქ. მე არ ვიცი ვინა ფსევდონიმი, მისი სახელით და გვარი და არ ქვით ყველაფერს და მელაბარაკეთ კაცო. მე რა ვიცი ახლა ვიღაცა მეზღაპრე რაღაცა იმას და მე რო ახლა თავზე გვირგვინი დამადგა დავით აღმაშენებელი ვიქნები? სადავით თეოფილე მალაკია მყავს ეს დედამოწყნული. არის ჩვეულებრივი მოსარგებლე იდეებით და გამოყლებებულ ტიპებს უდგა სათავეში. მე რო კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე თავზე გვირგვინი რო დამადგა დავით აღმაშენებელი ვიქნები? აი ესაა ჩემი კომენტარები მაგათ მიმართა. მტრობა მაგ მალაკიებში კი არ არის. მტრობა არის საპატრიარქოში. რო საპატრიარქომ დაუშვა ამდენი ნაძირალის არსებობა ქვეყანაში, რო საპატრიარქო გახდა გამიჯნული საკუთარი სარწმუნოებიდან, რელიგიიდან, საზოგადოებიდან, რო საპატრიარქომ ეკლესიები გადააქცია ხურჯინებად და ფულის მოსაჭრელ ცეხებად. ესაა უბედურება, რომ უინტელექტო მღვდლების რაოდენობა გაიზარდა საზოგადოებაში და ერში. და მზად არიან დღეს ყველაფერს ხელი მოაწერონ ლიჟბი ხელისუფლებიდან იყონ სუბსიდირებულები. ეს არის პრობლემა, ეს არის თეოფილე მალაკია არის შედეგი აი ამ ბოროტებისა. ცუდად დაორსულებული ნაყოფი ქალი ცუდად არასწორად ყოველთვის შობს ნაბიჯვარს. აი ეს არის ნაბიჯვარი. ნაბიჯვარი არის აი ამ სექსუალური აქტის. პირდაპირ გეტყვით რა, არასწორი დამოკიდებულების ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მათი სექსუალური კავშირის ნაყოფი არის ეს თეოფილე მალაკია. აი რაც უნდა ითქვას და რაც უნდა ისაკეთოს მაგნაირებმა კი არა 1000 ჯერ მაგაზე დიდმა ნაბოზრებმა რაც უნდა ისაკეთო. გამოდგება აქ ვიღაცა გამოსირებული და იმას იტყვის რომ ეს რუსეთუმია, იმ რუსეთის დედასაც შევეცი, აგერ ვიტყვი. და იმათი პოლიტიკური იდეების დედაც მოვთხან. და ამათიც კიდე
იქ უცხოეთში რო არიან წასული და მარტო იმიტომ რო აგინებენ რუსეთს რომ რაღაცა მხარე გამოჩნდნენ და საკუთარ ქვეყანაში არასოდეს არაფერი არ გაუკეთებიათ იმ რუსული ოკუპაციის, იმ თუნდაც ეროვნული ლიტერატურის გავრცელების, იმ რეზისტენციის, იმ ყველაფრის. მაშინ არ იყვნენ გმირები ქვეყანაში საქართველოში რომ იმყოფებოდნენ. მაშინ არ ებრძოდნენ რუსეთს, არა. საქართველოდან რო გავიდნენ, მერე გახდნენ რუსებზე მებრძოლი ადამიანები, ესენი, ეს ყლეები, ესენი. ომში ეგენი არ მინახია. მამების თაობაში იყო და როცა ჩვენი მამები ციხეში იჯდნენ და ებრძოდნენ რუსულ იმპერიალიზმს და რუსულ იდეოლოგიას, მაშინ ეგენი კანადაში გარბოდნენ და ითხოვდნენ პოლიტიკურ თავშესაფრებს. და ბევრი სხვაგან. ჯერ ერთი საინტერესო იყო რა, საბჭოთა კავშირის დროს იმას ვერ გადალახავდი, რა ქვია, სახლის ზღუბრს კგბ-ს რო არ ცოდნოდა და ეგენი საზღვრებს როგორ ტოვებდნენ ისე საბჭოთა კავშირის საზღვრებს, რომ უშიშროება არ იცოდა. რომელი პერებენშჩიკები ესენი მყავდნენ ეხლა მე რომ სივრცეები გადაეცურათ ისე რომ კგბ-ს ჯას და პაგრანიჩნი ვოისკას არ ცოდნოდათ. ძალიან ბევრი შეკითხვები ისმის კაცო ამ ხალხთან მიმართებაში რა, წავიდა დარჩა ესე ისე არავინ არ იცოდა, ეს არის ტყვილი. სანამდე დაინგროვებდა საბჭოთა კავშირი, მუშაობდა ძალიან ძლიერი სისტემა სადაზვერვო მიმართულების, ეს იყო კგბ და აკონტროლებდა ყველას და იცოდა მათი ანასხლეტები აგერ არიან დარჩენილი დღევანდელ ხელისუფლებაში და მაშინ არ იქნებოდნენ. დაინგრა პოლიტიკური ელიტა ზევით თუ არა, კგბ რაც იყო მაშინ ის დარჩა დღესაც და ის მართავს სისტემას დღესაც იმ მართლობაში რო არაფერი არ შეცვლილა, აგერ არის დღეს საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი ქმედება არის თავიდან ბოლომდე საბჭოთა სადაზვერვო სისტემის ანალოგი. ეგრეა ძმა ვლაპარაკობ, მე მეტი ახლა რა ვიცი რა ვთქვა, ვის რა უნდა ველაპარაკო, მე არასდროს მათთან თავი არ გამიყადრებია ლაპარაკში, არ გავუყადრებ არასდროს და არასდროს არ ჩამითვლია ესენი რაღაცა დონის ადამიანებად რომლების აზრით ჩვენი ქვეყნის გაჯანსაღებისთვის რაღაცა სასარგებლო იქნებოდა. ჩემთვის მე არ მაინტერესებს რა არავის ეთერებში მონაწილეობა რა. მე ამისთვის გამაჩნია სათანადო ეთერებით, სათანადო პუბლიკას და სათანადო მიმართულებებიც ამყავს რა. და ნებისმიერ დროს, როდესაც ეს ჩემ ქვეყანას დაჭირდება, მე სხვანაირად დავიწყებ მოქმედებებს კიდე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელია, საზოგადოება ჩაძირულია ამ იდიოტიზმში. ვინ რა უნდა გელაპარაკოს იმაზე მეტი. ქრისტე, ღმერთი, რატო გაიწირა და რატო აცვეს ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ადამიანურ დონეზე რო დავიწყოთ საუბარი, რის მერე გადაწყდა უფლის მოსპობა მათი გონებით. მე გეტყვით თქვენ რის მერე გადაწყდა, როდესაც უფალმა მათრახი გააკეთა და დაერია ამ ნაძირლებს სინაგოგაში და მამიჩემის სახლიო სავაჭრო ცენტრად გადაგიქცევიათო, აი მაშინ ვერ აიტანეს უფალი. და ვინ ვერ აიტანა, იცი? იმ ეპოქის სამღვდელოებამ და იმ ეპოქის თეოფილე მალაკიებმა. და როდესაც შეიკრიბნენ ისინი სერობაზე და დაიწყეს ლაპარაკი იმისი თუ რატო უნდა ყოფილიყო მოსპობილი ქრისტე, თავარი მოტივი ეს იყო, რომ მან ხელი შეუშალა მათი ფულის და მათი ოფშიაკის შეგროვებას. ეს არის სიმართლე. და რომის პროკურატორთან რომ მიიყვანეს დაჭერილი კაცი, ახლა რომანული სამართალი დღემდე მოდის, არავინ ახლა თუ ვინმე არ იცის, ეს მისი პირადი პრობლემაა, მაგრამ თუნდაც აი რო აიღო ქართული სამართლის სისტემა, აი როგორც არის ანდაბას, მაგრამ გაუპატიურებული სისტემა გვაქვს, მაგაზე არ მინდა ახლა ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენი არის გერმანულ-რომანული სამართლის სისტემა, ხო? და ძალიან ძლიერი სასამართლო სისტემა ჰქონდათ და სამართლებრივი სისტემა ჰქონდათ საერთოდ რომის ეპოქას. რომის ეპოქამ აჩუქა მსოფლიოს იურიდიული სამყარო. წესიერი გამართული იურიდიული სამყარო. აღმოსავლეთს თავისი ჰქონდა, მაგრამ ცივილური სამყარო, თავისი ადვოკატირების სისტემით, თავისი იმით. გაოცდა კაცი პილატე. ამასო, ესო მაქსიმუმო, ესო აი ქრისტეს ქმედებები, რასაც ესენი დებდნენ ბრალად. ჯაღმაიძეები რა, მაგას ასე დავარქმევ მე. დღევანდელი საპატრიარქო საქართველოსი, რასაც დებდა ქრისტეს ბრალად, ეს რა იყო, იცით?
რომანული სამართლის მიხედვით მაქსიმუმ შეფასებული იყო ხულიგნობად. მაქსიმუმ. მიუხედავად იმ ეპოქისა, სადაც ადამიანის სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. და ამას ვიღაცა კი არ ამბობს, ამას ამბობს მთავარი პროკურატორი რომის. რომ მე ამ კაცის საქმეში ვერ უყურებ ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც უნდა დაისაჯოს სიკვდილით. მაგრამ რა მოხდა? აი ჯაღმაიძეებმა, საპატრიარქომ, თეოფილე მალაქიებმა მოახდინეს პროკურატორის შანტაჟირება. ეს იყო შანტაჟი. ძალიან აი თუ ეს ასე არ მოხდა, თუ არ დაისაჯა ეს ადამიანი, თუ ეს არ დაისაჯა ეს ადამიანი, უკაცრავად ვერ ჩავთავ ვერავის რა. მაშინ თქვენს გავლენას ექნება აქ პრობლემა, ანუ ოკუპირებული რო ყავდა ისრაელი და ეს ხალხი საწოდავი, ამგენში გექნებაო პრობლემაო. და იძულებული გახადეს ტიპი პილატე, იძულებული გახადეს, რომ ჯვარს ეცვა კაცი, რომლის დამნაშავეობის ბოლომდე არ სჯეროდა, იმას არ დაუჯერებია, რომ ქრისტე დამნაშავე იყო. და ახლა მე მის რელიგიურ ბრალზე ვერ ვილაპარაკებ, ამას თეოლოგიურად ვერ გავშუв და სამართლებრივად და კაცურად და ადამიანურად გიტყვით რა. რამოდენიმეჯერ ეცადა ის, რომ ქრისტე აერიდებია აი ამ სასჯელს. ერთი თუნდაც გაროზგვით, მისი გადმოსახედიდან ეს სხვანაირად არ იყო რა. გაროზგია და გაუშვიდო, არა, ესენი ჯაღმაიძეები არ ისვენებდნენ. ჯაღმაიძეებს უნდათ ქრისტეს სისხლი და მალაქიებს. მეორე შემთხვევა არჩევანი გააკეთებია თვითონ. და ვინ აირჩიეს? ყაჩაღი, ყულელი, ბარაბა აირჩიეს და ქრისტე გააკრეს ჯვარზე. და ბოლოს ადგა პილატე პონტიველმა ხელები დაიბანა პონტი პილატემ. არჩევა ეს თქვენი არჩევანია, რაც გინდათ ის გააკეთეთ. მაგრამ რეალურად რო ვილაპარაკოთ რა, როგორც მართველს, როგორც პროკურატორს, როგორც თუნდაც იმ რომის სამართლის მიხედვით, ხო, ეს არ ხსნიდა მას პასუხისმგებლობას სამართლის წინაშე. ერთადერთი რაც გააკეთა ის, რომ არ იყო ქრისტე რომის მოქალაქე, არ ქონდა მას სხვა სისხლის სამართლებრივი ვალდებულებები და იფიქრა რა, შეიძლება მორალური პასუხისმგებლობა მქონდეს უდანაშაულო ადამიანის დასჯის შესახებ და ისიც იმ წმინდა მოტივებით, რომ შევინარჩუნე რომის სიძლიერის და გავლენის სათავეები, აქ რო არ მომხდარიყო ბუნტი და დებოში. და გააკეთეს რეალობაში ეს პილატეს გამოყენებით ჯაღმაიძეებმა, საქართველოს საპატრიარქოს ნაირმა ტიპებმა და თეოფილე მალაქიას ნაირმა წიგნობრებმა. ეს არის სიმართლე. და სხვა განსჯას ჩვენ ამაში ნოუყურებთ. რადგან თქვენ წაიყვანეთ ეს საუბარი აქეთკენ, მეც აქეთ გამომდინარე აქედან გიპასუხეთ ის რეალობა რაც არის. არ გავაგრძელებთ დღეს მეტ ლაპარაკს, მე მინდა რომ აქ დავასრულოთ ჩემი გამოსვლა და თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს ეს რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ხო? ეს არ ემსახურება საქართველოს გადარჩენას, ეს არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების კიდე ერთი მეთოდი და მოსულები იქ მოიქცევიან გაცილებით უფრო სასტიკად ვიდრე ქოცები ამ ბოლოს. ქოცების ყოფა არის ძალიან შერბირებული ქვეყანაში, პირდაპირ გეტყვით რა. ქოცები თუ ვინმეს მიმართ იჩენენ აგრესიას, ესენი არიან მხოლოდ ნაცები დღეს. ქოცებს არ აწყობთ საზოგადოების ისედაც მშიერი, გაღატაკებული, გაუბედურებული, კრიმინალიზმამდე მისული საზოგადოების კიდევ უფრო გაწვალება არაფერში არ აწყობთ. ამიტომ არის ის ეგრეთ წოდებული ამინისტიებიც რო გააკეთეს, ამიტომ არის რომ კიდე რაღაცას აიმედებენ და თვითონ ჩადიან ამ დანაშაულს. სოციალურ დონეზე შენ მოქალაქეს იქამდე რომ მიიყვან კრიმინალი განახორციელოს, ხო? მე თავისთავად შენ ხო იციან, ქოცებმა ხო იციან, რომ თვითონ მიყავთ ადამიანების შიმშილის დონემდე და თუ ვინმე საჭმელს იპარავს და კრიმინალი ხდება, ეს იმიტომ არ ხდება კრიმინალი, რომ მას უნდა იზოლებულია ეს რო გააკეთოს რა. და ბევრია ესეთი უბედურება, ბევრია ესეთი დოსიეები, რომლის ლაპარაკიც რა ვიცი ხა
შეიძლება პირადული იყოს ვინმე სახელით და გვარით და არ მინდოდეს რა. მაგრამ ვიცი რომ არის ძალიან მძიმე შემთხვევები არის ამისი მომხდარი. ანუ განათლების სისტემიდან ამოიღეს ყვარყვარე თუთაბერი კოცებმა არ აწყობთ რომ ყვარყვარე თუთაბერის ცნობიერების თემა იყოს იქ ყვარყვარეს ციხე არ მოწონთ იქ ყვარყვარეს ციხე არ მოწონთ იქ არ მოწონთ მე ისევ ავცოცდები არ მოწონთ მე იქ ბევრი რამე არის ისეთი პოლიკარპე კაკაბაძის მართლაც ამ განუმეორებელ ნაწარმოებში რომ ქართულ ოცნებას ეს მიაჩნია საშიშად რაც არ გაუკეთებია ნაციონალური მოძრაობის დროს ამ ნაბოზვარა სააკაშვილს ის გააკეთა ქართულმა ოცნებამ რა უკვე იდეოლოგიურად უყურებს ამ ყველაფერს თავისი ეგზისტენციალური პრობლემებია ყოფნა არ ყოფნა და არ იცის რა გააკეთოს ამას გაანება თავი და შეეხო ისეთ ნაწარმოებებს ისეთ პოეზია შეეხო გალაქტიონის როგორც არის ჩემი ეფემერა ხა ბევრმა იცის არ იცის მე ვერ დავიწყებ აქ ლექსების კითხვას მაგრამ იდეა შეხედეთ რა ხდება აქ თვითონ გალაქტიონი ელაპარაკება ქვეყანაში იმ ტალღებს იმ ძალას იმ ამირანს იმ მითიურ ქმნილებებს რამაც უნდა შეცვალოს მისი ქვეყნის გარდაქმნა უნდა დაიწყოს ესეთი რაღაცა არ აწყობთ კოცებს რომ რამე შეიცვალოს ქვეყანაში იდეურ დონეზე ეს საშიშ რაღაცას წარმოადგენს მათთვის და თუ მაგალითად სკოლაში მასწავლებელი ისიც თუ შერჩა ნორმალური ლიტერატორი რომელიც ბავშვის ცნობიერებამდე ამას დაიყვანს ეშინიათ რომ ბავშვმა მსგავსება არ ნახოს ამ ლიტერატურულ პოეზიურ ქარაგმასა და დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს შორის აი ესეთი მომენტებია რა ვინმეს არ მიეცეს ინტერპრეტაციის საშუალება იმისი რომ კოცებზე თქვან რომ ცუდია ეგ კიდე ბევრი რაღაცები ამოიღეს ბახტრიონი მაგალითად ვაჟა-ფშაველასი როგორ შეიძლება ბახტრიონი ამოაგდო და არასწავლო ახალ თაობას მე ემიგრაციაში ვარ აგერ და ჩემ შვილებს დღემდე უხსნი დღემდე ვეუბნები დღემდე მომაქ ის კულტურა და ვალდებულიც არ ეს გავაკეთო და ამათმა აგერ სასწავლო წიგნებიდან ამოიღეს და სამაგეროდ რა გააკეთეს ისტორიაში კიდე ძალიან ბევრი აჯანყებებია გამოღებული თავები ისეთი რაღაცეები რომ აი რაც ქართული ერის მართლა თვითმყოფადობას უქმნის ფორმულას რა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რა ჩვენი ერის აბორიგენულ წარსულს პოპს ისეთი რაღაცეებს შეეხდნენ ეს იდიოტები ხო და სამაგეროდ ჩადეს ისტორიაში როგორი გმირია კობაია კობალაძე რიაზანის სასწავლებელი დამთავრებული ნაბიჯვარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომელმაც 5 წლიანი რიაზანის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა 1 წელიწადში და გამოგზავნეს მერე საქართველოში სპეცოპერაციების საკეთებლად ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელმძღვანელობდა მას ზაკოს ეგრეთ წოდებული ოფიცერი ზაგვარი ზაკავკასკი ვაენი ოკრუგი და უკეთებდნენ მას დავალებების მიცემას და გახადეს საქართველოში გენერალი და ესეთი კაცი თურმე ისტორიაში შესასვლელია საქართველოს ისტორიაში და თაობამ უნდა წაიკითხოს და უნდა იცოდეს კობაია კობალაძის სახელი რომლის შვილმაც უპატიოსნესი კაცი ლამის მოკლა ქუჩაში და მე კობაია კობალაძე მის ჩუმად გამოიყვანა და გაარიდა პასუხისმგებლობას მკვლელობის მცდელობისთვის კი არა ჩვეულებრივი პატარა ხულიგნობისთვის აი ესეთი რაღაცეებია ხალხო აქ ჩვეულებრივი რაღაცები კი არა ტოტალური ღალატი ხდება ქვეყნის ორივე მხრიდან ვინაა კობაია კობალაძე გარდა იმისა რომ პუჩისტია თინა ხიდაშელის რესპუბლიკური პარტიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დამუშევარი ნაძირალა და კიდე ბევრი ამბებია აგერ გიორგი თავდგირიძე მაგალითად რომელიც თინა ხიდაშელის მინისტრთა აპარატში მრჩევლად მუშაობდა აკია ბარბაკაძე რომელიც მარგველაშვილის მრჩეველი იყო სამხედრო საკითხებში აკია ბარბაკაძის კიტოვანშინები რა იქეთ გახედეთ ვინ არის იქეთ არის დევი ჭანკოტაძე რომელიც D30-ის ქვემეხს ესროდა ზვიად გამსახურდიას კაბინეტს პარლამენტში რომ დაიწყო პუტჩი და ესენი ყველა კიტოვანის დაქვემდებარებაში მყოფი ტიპები მაგალითად კობა კობალაძე იყო მისი ძაღლის გამსეირნებელი და ბომბორა ერქვა იმ ძაღლს და შეარქვეს მე ამას ბომბორა ხო აი ბევრმა ახალგაზრდობამ ეს არ იცის ჩვენ ისტორიას აქ უნდა ვწერდეთ სიმართლის ლაპარაკისთვის ჩვენ ისტორიას უნდა ვწერდეთ ისეთი მომენტებისთვის რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის
არასოდეს აი ეს ნაბიჯვარი აკია ბარბაკაძე რომელსაც თბილისში აქ მაგალითად მიტაცებული ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა გადასასვლელები და იქ ბიზნესები აქვს მოწყობილი და კოჟორ ტაბახმელაში უზარმაზარი სახლი აქვს მითვისებული და მიწა აი ეს არის ეს ღორიშვილი ეს არასოდეს პოლკოვნიკის ჭინს ხო ატარებს არასოდეს არ ყოფილა უფროსი ლეიტენანტი უფროსი ლეიტენანტი კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი და მერე პოლკოვნიკი პირდაპირ ქართველი ერის დახვრეტის გულისთვის ნაბოზვარმა კიტოვანმა მისცა პირდაპირ პოლკოვნიკის წოდება. ასეთი რაღაცა არასოდეს არსად არ ხდება არც ერთ ქვეყანაში აფრიკაში ერთმანეთს რო ესევიან და კლავენ და დიდი ვარსკვლავები რო ადებთ ასე აფრიკელ გენერლებს და ბერეტები რო ახურიათ თავზე იქაც არ ხდება ესეთი დაწინაურება. და ასეთი ადამიანები ჩვენ ვყავდა ჯარში, ვყავდა მერე პოლიტიკაში და ეხლა კიდევ უნდა დაბრუნება იქ. ვინ არის თავდგირიძე? აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, გარდა იმისა, რომ ბინა უყიდა, თინახიდაშელმა და აკადრებია ყველაფერი რაც იკადრა, ხო? სად არის ის ეთერი? აი ნაბუზვარმა თარხან მოურავმა და ნაბუზვარმა ირმა ინაშვილმა მისი ობიექტივიდან რო გააკრო. ესენი ყველა დავით მადლობთ ყურადღებისთვის, ვინც უყურებთ ჩემს და მოიწონეთ და გააზიარეთ. დიდი თხოვნა მექნება. ირმა ინაშვილმა და თარხან მოურავმა მის ობიექტივიდან გააქრეს გადაცემა დავით თევზაძის და გურამ ნიკოლაიშვილის ეს საოცარი გადაცემა სხვათა შორის სადაც რატო ლაპარაკობ ამას იცი დავით თევზაძის დაქვემდებარებაში იყვნენ ესენი ყველა ის რომ თავდაცვის მინისტრი იყო და ვიღაცა კი არ ლაპარაკობს ამაზე რა მე მჯერა შენი ამჯერა შენი მასაკის არ იყავი შენი იყავი არა ასე კი არა ლაპარაკობს მათი მეტაური და მათი მინისტრი ვინ იყვნენ ეგენი სინამდვილეში მართლა ეს ნაბოზრები და ძალიან მოკლე მონაკვეთს გავიხსენებ ამ ინტერვიუდან როდესაც თავდგირიძე გერმანიაში იქნა გაგზავნილი და აკია ბარბაკაძე და ვერ ჩააბარეს იქ გამოცდები უბრალოდ ქვეყანას ჭირდებოდა რომ ვიღაცა ევროპაში თუნდაც რაღაცა დონის ნანახი ყოლოდა ჯარს ხელმძღვანელად. და გერმანიის ელჩს თხოვეს მერე რომ ეკო გამოცდაზეო რომ ჩაიჭრაო აკია ბარბაკაძეო იქნებაო რამენაირადო იმას ქნასო რა. ჩარიცხოთო ეგ სასწავლებელშიო თუ არაო მაგარი ჭკვიანი აქ არავინ არ აკვავსო მეტი. და აი აწიეს და დაწიეს იქ და დააჯინეს. ანალოგიურად თავდგირიძეს. ეს დებილები გერმანულ ენას კი არა ქართულ ენაზე ვერ ლაპარაკობენ ეს დებილები ესენი და რასაკეთებდა ეს თავდგირიძე იცით თურმე მიდიოდა სპეციალურად სამხედრო ბაზაზე რომლის მეტაურიც იყო აფხაზეთის ომის მართლა ნაიარები მეტაური და სპეციალურად თურმე გერმანულად ლაპარაკობდა იმასთან იმას რო ვერ გაეგო და ამას რო თავზე დაეხედა ზევიდან. ეს გადაცემა მოჭრილია და გაქრობილია საერთოდ ეთერიდან. და ამიტომ რომელ პრეტენზიაზე აქვს ლაპარაკი ამ ქართული ოცნების ტრაკებს ამ ხიდაშელს იმას ირმა ინაშვილს და ამ იმას თარხან მოურავს. უშიშროებას რაც არ აწყობს იმას იღებენ და აკრობენ და შლიან. და გამოვა აქ ვიღაც გამოყლევებული მეტრაკე ბონდომძინარაშვილი და იმას დაიწყებს რა ქვია ენას წააგდებს კიდე დემოკრატიის და ღირებულებების სახელით და მეორე საყვარელი ჩაჩიბაია ამავე არხზე უზის იქ ილია ჩაჩიბაია და ბონდომძინარაშვილი გმირები სალაპარაკოს და სათქმელის მეტი რა არის საზოგადოება მიმის 10% არის სინამდვილეში რაც ხდება და რაც არის მაგრამ ყველაფერი ითქმება და ყველას მიმართ ითქმება. აქ მაგიტოვა რომ დედა გიტირო ზუსტად. ახლა ამ ეტაპზე მე ამ გამოსვლას დავასრულებ და როდესაც თქვენ გამოჩნდებით, კიდე გამოჩნდებით და დედას გიტირებთ. მაგის პრობლემა არ არის.